გამარჯობათ მეგობრებო, მე მივდივარ კახისის ტბაზე. დღეს არის 7 სექტემბერი, არის დილის 11-ის ნახევარი და დაახლოებით 15 თერას გზაში ვარ და მე გავდივარ რუსთავიდან. დრაივზე გავჩერდი, გავიყიდე და ისეთი ცხელია, რომ მე მგონი რომ ჩავალ იქამდე გათბება ცოტა. მივდივარ ერთი ღამით, აქამდეც ყოფილვარ მანქანით მარტო. არის გამოცხადებული წვიმა დღეს, გზადაგზად წვიმს აქ. სავარაუდოდ იქნება ცოტა ან ძალიან წვიმიანი ამინდი გზაში. როცა წვიმა არის გზაზე ფაქტობრივად მდინარე მოდის და მომიწევს ამ ყველაფერთან გამკლავება. და იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. თუ ტალახში გავიჭედებით და გარშემო ხეები იყო, ამოსვლას შევძლებთ. სხვა შემთხვევაში მოგვიწევს რაღაც გამოსავლის მოძებნა. ჯობია. ესე იგი, მივდივართ კახისის ტბაზე. მაქვს თან უამრავი ინვენტარი, ასევე საჭმელიც, წყალი, ენერგიის წყაროები, პაუერბანკი და მანქანიდან შემიძლია დატენო. ზღვის დონიდან არის 1750 მეტრი. ცოტა ესეთ უკაცრიელ ადგილას პირველად მივდივარ ღამის თევით. ორმა ადამიანმა დამერეკა სათხარაშვები საფრთხეს. რაც მეტ ადამიანს ეცოდინია ჩემი ყოფნა, თუ დავიკარგე, უფრო მეტი ინფორმაცია არის ჩემი საძებნელად რომ წამოვიდე. სიმართლე გითხრათ, შეშით არ მეშინია. ერთი ღამის გათენება არაფერი. ხო ლუკა? ხო არ გეშინია? თან მაქვს თავდასაცავად იარაღიც. იმედი გამოყენება არ მომიწევს, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში ჩავაგდები. მიკროფონი მაქვს ესეთი სტუდიური, იმიტომ რომ ჩემ ტელეფონს მიკროფონი გაუფუჭდა. ხო და ხმის გარეშე არაფერი არ გამოდიოდა, პეტრიჩკაც არ მქონდა და ამიტომ რაც მქონდა კაბელით მაქვს შეერთებული საუნდ კარტით ტელეფონთან და მაგრამ არ აუშავთ. ამინდი არის მშვენიერი, განახებთ ახლა. ასეთი გზა არის. აქვს დაიგოს დაახლოებით. სულ ვამბობ, რომ როცა მოგზაურობ, არასდროს ხარ მარტო, თუნდაც მარტო მოგზაურობდი. აი, გაიცანით, ჩემი თანამგზავრია, კოღო დავარქვი. საკმაოდ საშინელი გზა ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ წვიმა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ წვიმა არ არის, მაინც ძალიან ცუდი გზა არის რა. სველი არის გზა, მაგრამ ძალიან ქვები ყრია და მიწევს სრულის ტრიალი, სულ რომ არ გამოვდო და არ გავაფუჭო მანქანა რა. სამწუხაროდ მომიწია გაჩერება, იმიტომ რომ მანქანას კოლოფის ზეთი გადაუხმოდა და უნდა გავაგრილოთ აუცილებლად. ერთი 15 წუთიანი შეიძლება ნახევარი საათი დაგიდეს ამას და გავაგრძელებ გზას.
პროცესი რო დავაჩქარო, ავხადე კაპოტი. ესე უკეთესად გაგრილდება. დაახლოებით 1 საათი მომდი გზას სოფელი ჭობის ხევიდან რომ ავსულიყავი სოფელ დაბაძველში. გზაში მომიწია ესეთი რელიეფის გავლა, ბოროსიც შემხვდა და მივედი დაბაძველში, სადაც მდებარეობს ჩიტოს ტბა. კახის ტბამდე არც ისე ბევრი მქონდა დარჩენილი, დაახლოებით 3 კილომეტრი, ამიტომ ცოტათ დამღლელი გზის შემდეგ თავისუფლება მივეცი რომ სოფელ დაბაძველში გავჩერებულიყავი ცოტა ხანი დამესვენა, ასევე გადამეღო დრონის კადრები, აქაურებად დამეთვალიერებინა. აქ დგას ესეთი პატარა ქოხები, რომლებიც არის მიტოვებული, ზოგში კი ცხოვრობენ. კახის ტბამდე მქონდა დარჩენილი რამოდენიმე კილომეტრი და ამ ყველაფრის მერე გავაგრძელე გზა და წავედი კახის ტბისკენ. I like it on the lake. I love to go out when the water's calm. Got my rod for fishing, I can't hear my phone. We're all singing here, it's never too late. მოვედი კახის ტბაზე. დავბანაკდი, მაგრამ სანამ დავბანაკდებოდი საბანაკე ადგილის ძებნაში პატარა თავგადასავლებიც კი შემემთხვა გზაში. მოვედი გზიდან მოპირდაპირე მხარეს ესე თქვა ტბის შემოვედი. ადგილი ვნახო, მაგრამ აქ საუკუნე არის ალბათ მანქანას არ გაუვლია. ხო და ამიტომ პირველი მე ვარ ამ ბოლო ხანების მანძილზე, ეხლა უნდა გადავიდე და ვნახო ცოტა ადგილი წინ თუ არის კიდე და საწვიმარი პირველად გავამატე ცხოვრებაში და უნდა ჩავიცვალო. ესე ვიდეოთ. იმ ადგილას, სადაც მე მქონდა გადაწყვეტილი დაბანაკება, დახვდნენ სხვა დამთვალიერებლები. ამიტომ რომ არ შემეშალა მათთვის ხელი და მეც შემძლებოდა გადაღება და ბუნების კადრების ასე ვთქვათ უფრო უკეთესად აღქმა მარტივობაში, გადავწყვიტე რომ გადავსულიყავი ტბის მეორე ნაპირზე, სადაც მითხრეს რომ იყო საბანაკო ადგილები, თუმცა საშინელი წვიმა წამოვიდა, რამაც ხელი შემიშალა ადგილის მოძებნაშიც და ასევე დაბანაკებაშიც. ძალიან წვიმა არის, ძალიან. ახლა ვარ გადმოსული ტბის მეორე ნაპირზე. მითხრეს აქეთაც არის საბანაკო ადგილი და უბრალოდ აქ დაბანაკებას, მაგრამ ანუ ფიზიკურად ვერც გავშვი ტაინის რა. ძალიან წვიმს ახლა რომ მოვიდე. და დავალოდები გადაღებას, რაც გადაიღებს, მედია გადაიღებს, ან ტელეფონიც არ იჭერს საერთოდ და ანუ მე წარმოდგენაც არ მინდა იმ გზაზე რა ხდებას, რომელთაც მოვედი. უსაშინლესი გზა იყო, აი, ძლივს მოვედი. ჩემ პატარა მანქანა ქალაქსაა შეჩეული მარტო და ამ დროს მაგის პოტენციალის მაქსიმალური ამოვიღე, შეიძლება მეტიც. გადავიდე თუ აქ დავრჩი? არ ვიცი. იქით არის მოსწორებული ადგილი. თან მუღამი მქონდა. მაქედან იმიტომ იდეაში იმიტომ წამოვედი, მე მეგონა ესენი ღამე რჩებოდნენ და სიწყნარეში და ბუნებაში ყოფნის მაგერად და დოლგარმონები და ღიპის ტყაპატყუპები შემაწუხებდა და ამიტომ ამჯობინეს შორს წავსულიყავი, მაგრამ წავიდნენ. მანქანას ყველანაირად თხოვ რომ მოპატიოს ეს დაუნდობლობა. ესეთ გზაზე ალბათ დამყოფი არ იქნება ეს მანქანა არც ერთი პატრონის ხელში. ისე მე ვარ მესამე პატრონი ამ მანქანის. კარფაქსი ვნახე. ხით რა მასა. ესეცას დაუბანაკდი, გავითვალისწინე ქარის მიმართულებაც, რომ ბანაკში არ შემოსულიყო
ქარი, რაც საერთოდ არ მინანია, იმიტომ რომ წვიმიანი ამინდი იყო და წვიმასაც ქარის მიმართულებით მქონდა წვეთები. ამონთე ცეცხლის აჭმის მოსამზადებლად საერთოდ არ არის შეშა აქ და ვინც ამოხვალთ გაითვალისწინეთ, რომ ნახშირი წამოიღოთ. მე მქონდა საბედნიეროდ ნახშირი წამოღებული და ამან მიშველა თორე მართლა მომიწევდა ტყეშის სირბილი და შეშის მოგროვება. თან ხედების ტყვები, თან ცეცხლს ვანთებდი და საჭმელს ვიმზადებდი. ამასობაში დაღამდა, ვეცადე რომ ცოტა შეშამომეგროვებინა, რომ ღამე მქონოდა ცეცხლი. მაგარი წვიმა. ყველაზე მეტად I like it on the lake. Children good tunes and a weekend break. I like it on the lake. Listening to Morgan Wallen and some old George Strait. I like it on the lake. For the sunrise, for the sunset. Yeah, I like it on the lake. I like it. I like it. Like it. I like it on the lake. Since we had to I love to go out when the water's calm. Არის ეს მოხა წუნასთან ერთად. როგორც კი თვალი გავახილე და კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ ასეთ ულამაზეს ადგილას ვარ, თან ღამემაც მშვიდობიანად შეაიარა. პირდაპირ დრონი ავაფრინე და გადავიღე აქაურობა, როგორია დილის 7 საათზე, კახისის ტბა. I could sing these songs as I often do, but every song must end and you never. ველოდებოდი რომ კარგად გათენებულიყო, ცოტა მზე გამოსულიყო და გაეშრო ტენტიც. შემდეგ ჩაუბარგებულიყავი და წავსულიყავი უკან სახლში. იქამდე კი ყავას სვამდი და ვტყრებოდი აქაურობის სილამაზით და ვამჩნევდი უფრო და უფრო მეტ ახალ და საინტერესო რამებს ზუსტად აი ამ ხედზე. ჩავაბარგე. ახლა გავათმოს მანქანას და გზაში მთელი ოფროუდი მივიდა. გზაში მაგარი ოფროუდი მელოდება, იმიტომ რომ ძალიან სრიალა იქნება. ხო? აი ეს გზაზე რაც ამოვიარე გუში. არ ვიცი როგორ იქნება. მედია მშვიდობიანად ჩავა. გამოვდი. ერთი წუთის გამოსვლა და ერთ გზაში. მედია გზა მშვიდობიანად ჩავა. ჩეპების გარეშე იქნება ყველაფერი და შევეცდები თან გადაღებაც მოვახერხო. მარტო აი ამით ხვდები რომ აი აქ გზა არის, თორე
რა ხდება ხო არა გადაო ძროხ სავახსი და ჩამოხსნა ხო საერთოდ შეგვარა რა ახის ის ტვის გზა ეხლა გავჩერდი და აი ამ ხის ესეთი ჯიშის ნაცვლი შვილები ავიყვანე რა ესე იგი აქ რო ცხოვრობდე მე ვიქნებოდი ტყის კაცი ვიცხოვრობდი ჩვეულებრივად ახლა ლამაზებია მოუპარე ბორჯომის ტყეს პატარა ნაცვლი არ ვიცი გაიხარებს თუ არა არ ვიცი წავედით ეხლა ამოიარეს ცხენებით ტურისტები ყავდა გიდს ხუთი ცხენი იყო მაგრამ ცხენით არ უნდა იყოს იქ პრობლემა ხო ანუ ჩვეულებრივად ტალახში ივლის ცხენი მე არ ვიცი ცხენს გამოცდილება არ მაქვს ცხენებთან არც მიყვარს იმართლა ითხრა გადიგრილოთ გული მოკლედ ჩემი დასკვნით მანქანა აი ამ გზას ალბათ 5 ჯერ თუ გაუწევს რა მე დაიშლება სადაც გაიბზარება უზავ არ ვიცი უსაშილესი გზაა რა უსაშილესი ჩემთვის და ამ მანქანისთვის თორე მყორის გზებზეც მივლია რა და просто მოლოდინიც არ მქონია ახლა რომ მოდიოდი რომ ესეთი იქნებოდა იმიტომ რომ ალბათ ვერავინ ვერ იღებს ამ გზას იმის გამო ზუსტად რომ ფიზიკურად შეუძლებელია თან კამერა გეკავოს ხელში და თან საჯატრია და ამ რაღაცას ფიზიკურად ერთი კიდე არის სცენარები და თუ ამოიჭიჭხება მარტივად აუ ეს ნახეთ რა ვაუ ASMR არის თუ არ მოდის არ დავაძალოთ წავედით დალში ეს გადავიღებ მიკროფონი შევაერთო მიკროფონი შევაერთი მეგობრებო აი ტელეფონით ვიღებ რომელიც მიკროფონიც არ მუშაობს და აი ესეთი მიკროფონით და 5 მეტრიანი კაბელით მიწევს თან გადაღება თან ხმის ჩაწერაც მარტო ხმა მგონი უინტერესო იქნება რა უბრალოდ მარტო ვიდეო ხოდა მე ვცდილობ რა იმედია თქვენც ეცდებით და არ გეზარებათ თუნდაც გამოწერა და მაგით გამოხატვა ჩემი გვერდში გობს ძირითადი ცუდი გზა რაც იყო გამოვიარე ახლა უბრალოდ ასეთი ოდნავ გავვალი ადგილები დარჩა აქ გადმოვედი იმედია ეხაც გადავა კი გადმოვედი ზართულია კარგი იქნებოდა რამე სამაგრი ამეწყო აი შუშაზე რთულია როცა იღებ თან ატარებს საჭეს მაგარი ძნელია ვიღაც დამცინოდა მაცივარზე რა 1 საათს ვერ გაუძლებსა და რამდენი ალბათ 24 საათია გასული ზუსტად და ეხლა ამოიე შენი რა ჩაცებული ფანტა რა ვიცი მეგობრებო, ჩემი მოგზაურობაც უკვე დასასრულს უახლოვდება. ვინც უყურა ვიდეოს, მოგეწონათ, შეგიძლიათ მოიწონოთ და გამოიწვიოთ არხი მსგავსი ვიდეოების სანახავად. მადლობა და ნახვამდის.